გრძელდება ზაფხული, გრძელდება მსოფლიო ჩემპიონატი და გრძელდება მსოფლიო ჩემპიონატი. ჯერ გრძელდება. ეს რო გავა, ჯერ ფინალი არ არის. ხო. გაგზელე ხაში. რაღაცის მოუშალე მერვებს. აღარ მეკერებს მაპატინდა. ხო და გრძელდება ლუდის სეზონი და ჩვენთან ერთად არის შტარნბერგერი, ბავარიული აუთენტური ლუდი, რომელიც არის ჩვენი ყველაზე ცნობილი თამაშის ქალაქობანას სპონსორი. ოპა. ისე ქალაქობანაზე რა ხდება ახლა? აჰა. ისე ბავარიელი თუ მიხვდება რა გენიალური თამაშია. ის რა ზმანზია. ხო ეს რაღაცა. ამან დალია უკვე და გასვალი. რატო გადაწყვეტე რომ ფერადი საფოლეებით უნდა იასპარეზოთ ეს? და ქუდზე რატო არ არა, ვინა ხუდი ხო წინა თამაშებში გვეჭრა. ხუდი გიხდება ძალიან. დასწრები შეთვითონ გამოიწვა. სხვათა შორის ეთყობა წავიდა და ამ ქუდს რო უხდება ისეთი სათვალე შეიძინა, ნახე. არა, შეიძლება. ზუსტად იმ ფერზეა, რასაც ხუდი. ეს რამდენ გრადუსზე დავხარო? ეს მასწავლეთ თქვენ. 45. აუ, ტრანსპორტირი არ მაქვს წამოღებული. თქვენ ხო სკი. ქალაქობანას იქო წაიკითხავს ახლა რომ მაინც ჩავიწეროთ, გასაგებია ხო, ესე იგი რახან გერმანია, რახან ლუდი, რახან ფეხბურთი. საკითხებით ესე გადანაწილეთ. აბა, მიდი. პირველი საკითხი. და ისა რამდენია რომ ჯერ და ჩანელ შენ შეუსვი ამასობაში იქო რახან ჩავებული? 5. ხო. ხო, მიდი ჯიგარი. დახაზე ის დააკეთე შაბლონი. 1 2 3 4 ნახე რა საკაიფო და 5 და ჯამი. აჰა. დავაი. კაი, პირველი. ყვითელი ბარათის მიღების მიზეზი. რაც არსებულია ის კი არა. ის გამო შეიძლება მიიღო ყვითელი და არა წითელი, დათო. ხო. პირველი ქვეყანა. აი, მე იყო შემდეგ. ყვითელი ბარათის მიღების მიზეზი. ყვითელი ბარათი. მაისურზე მოხაჩვა უკვე არსებულია, ამიტომ სხვა რამე უნდა მოვიფიქროთ მ-ზე. კარგი. შემდეგი. ქვეყანა, რომელიც არ იყო მსოფლიოზე. ამ მსოფლიო ჩემპიონატზე. ჰა? ხო, ჯარიმა უნდა იყოს რეალისტური. რაც შეიძლება რეალისტური, იმიტომ რომ ჩვენ არ წყვეტავთ. წყვეტავს ჩვენი დესპოტი ჯაფარა. ხო. რომელი იყო სწორი, რომელი არასწორი, რომელიც ჭინჭყლობა იყო სწორი, რომლის არა. აჰა. ეს ჯარიმა, ისა ყვითელის მიზეზი ჯარიმა? ხო. ხო. ბრძნული გამონათქვამი ლუდზე. არარსებული მოგონი, ოღონდ თავისი სიბრძნე უნდა იდოს ამაში. ბრძლუდი. ხო. და უნდა ახსნა რა სიბრძნე და ლუდზე უნდა იყოს თუ ლუდს რო სვამი იმასთან ერთად რო იყო. ლუდზე. ლუდის შესახებ. აი, შემდეგი გამოკეთებით. ნივთი, რომლითაც ლუდის ბოთლის გახსნა შეგვიძლია. ლუდს როცა გასახსნელი არ გვაქვს, რა თქმა უნდა, ანუ გ-ზე გასახსნელი არ უნდა დავწეროთ, უნდა დავწეროთ სხვა რამე. ლუდს ახსნელი. და გერმანელები რახან პუნქტუალური ადამიანები არიან. და ყოველთვის ყველა დროზე მედიან და ასე შემდეგები დაგვიანების მიზეზი. გერმანული დაგვიანების მიზეზი, რაც შეიძლება საპატიოდ ჩაითვალოს. გერმანული თუ ნებისმიერი ადამიანი. დაგონი. გერმანელების გარშემო ვიტრიალოთ. კაი. რახან პუნქტუალურები არიან? მე მაქვს ერთი შნიცელი მიმეწვა მაგალითად. მე მაქვს ერთი თხოვნა. შნიცელი ავსტრიაში. რომ რაღაცა პრეცელი. 2 წუთი მაინც იყოს იმისთვის რომ ადამიანმა იმუშაოს. და ვიღაცა მუცებ არ დაიძახოს რომ სტოპ. კარგი, მოდი მაშინ სტოპი დაიძახოს ჟიური. კაი, მაშინ მე ეს კიდე ერთი წესი გვაქვს. ქალაქობანა უკვე სუპერ ლეველზე არის. აბა, ერთი წესი სტროგი. არა, wild card. მე ერთი წამი აქ უნდა დავილაგო რომ არ გადაიწეროს ჩემგან. მაშინ რატო იტყვი? აი, კარგია. ვიღაცა რო სტოპ სიტყვის ერთი წუთი გქონდეს. კაი. wild card. wild card-ი არის, რომ თამაშში ერთხელ შეიძლება გამოიყენო. დაუშვათ ამოვიდა G
და ყველაფერს ხო გ-ზე ვწერთ. და რაღაცა ვერ მოიფიქრე ბრძნული გამოთქმი გ-ზე. მაგრამ მოიფიქრე სხვა ასოზე. მოსულა. wild cards იყენებ და ერთ რაღაცას სხვა ასოზე წერ. კი ბატონო. გისთან ახლოს უნდა იყოს, არა. ან დ უნდა. მოდი, წავიდა. ეს არის ზდეკო. ნანო ნაღარა. ეს არის ნანო ნაღარა. ნანო ნაღარა. ნ-ზე რო იყოს ჩაწერდი. ვა, ნანო ნაღარა, ჩაწერე პირველ შაბათს. სტოპ, არა. ნახე, არ გადავიწერო, რევი დაალაგა და ის დაიტოვა. ლაზე იკარა. თვითონ გადაიჭრა. იქითაც იყური მოთახეთაც. ისიც უყურებს და შენს და წინ ვის უმალავს იბა. აყურებს. მე არ მინდა რომ გამოჩნდეს რაღაცა თუ არ მიწერია რა. მორჩა ვერ დავიწყარ. დავწერო ყველა ჩაწერილი მაქვს. ახლა წავიდა დათოს თამაში. დავაი. დათოს და ნერვების. და სინდის. მიდი, რაღაცნაირი ბიჭი. რაღაცნაირი ჯადოქარი. მოტეხილი ჯადოქარი. ეს უფრო არის ჯადოქარი შვებულებაში. ჯადოქარი ერაზე რო გაიზრო. ჯადოქარი. იგი, ის ხო ჯადოქროს ზატვალეს ჩამოყვა. მოსასხამი არა, მაგრამ შორტები. ჰავაი კაცია. ხო, ყველაფერი ბიჭი. კაი სამბობთ. ვერ ხედავს ფელის მიღების მიზეზი. ნიანგის პაროდია გაუკეთა მსაჯს. წვით წინ რა. ესეთი არი მაგაზე ყვითელი. არ შეიძლება მსაჯს ნიანგის პაროდია რო გაუკეთა თამაშის დრო. ჩემი ვთქვა? კი. ნუდიზმი. კი არის. მე მივიწევ. ნუდიზმისთვის ყვითელია ნეტა? კი, თავიდან ყვითელი. არა რა არის, იცი, უფორმოთ რო შემოხვე. ან მაშინ ნომერი ხო ამოწმე. არა, ეგრევე გაგაგდებეს. შუა თამაში იხდი. შუა. გოლს გაიტანე, ზოგი ხომ აისურს ეს შაფალსაც იხდი. ხო, ეგ იმაში წესებშიც არის, კი. ნერვიული ყვირილი და გინება. ეს უკვე როგორც აღნიშნეთ. ხო, ანერვიული და ვიღაცას აგინებ. მე ნაბახუსებს არის და გულიერება. ყვითელი რა. კარზე რო მიყუდებული. არა, იქ მოედანზე კი არ აღშავებს, მაგრამ მასთან მიდის დროშასთან და წლის იმას წლის შესაძლოა რომ დიგრა ესე უთხარ. აი მე დედა. არა, წყალს ვამს, მაგრამ იქიდან ვიღაცა ლუდი არა, 100 გრამი ჩაარტყი და გიგარდე. კაი, რას ვიწერთ? ვინ იწერს? ლაბაძის კოჭლიაო, 0. კარგი, შემიძლია შევცვალო. ძალიან უშველა ის, რომ დაი ღობე რო გაიგე. პირიქით ბიჭო. ქვეყანა, ნიკარაგუა. ნიგერია, საქართველო. ნუზე. Wild card-ი ავიღე. როგორია? აბარა. მე მქონდა მე მქონდა ნიუ-ზილანდ, მაგრამ ვიცოდი რომ ეს არ ჩამეტულებოდა. ამიტომ ნამიბია იყო? არის. ნიუ-ზელანდი იყო. ხო. ხო და არა ეს ინგლისურად ვიფიქრე გავალამაზებ თქო თამაში და ის იყო. ნამიბია მაგრამ იყო თან. ათები, სისინა ათები. ათები. ბრძნული გამონათქვამი ლუდზე. ნუზე. ნუ დალევ იმ ტანკის ლულიდან რომელიც გიცავს. რა სიბრძნეა ამაში ბოტიში? ამაში არის დაახლოებით როგორ რაღაცა, იმიტომ ნუ მოჭრი რომელზეც ზიხარ. ეგ არის ოღონ სამხედრო იგი. ფილოსოფია. ლუდისად იყო აქ. ნუ დალევო. ლუდს ნუ ჩაასხამ ლულაში და ნუ ხო, ლუდი არ გიხსენები მე მგონია. კარგი იყო. იყო? ნაღდი ლუდი კაფით იცნობაო. კარგი ხარ? მეც ნელა დალევ დიდხანს გეყოფა. როგორც კი ბრძნული თამაში წავიდა. სიბრძნე და გახდა საჭირო აყვა. ნამდვილ ლუდს მსმელი თვითონ გამოუჩდება. რეკლამა არ ჭირდება. აი სორია, ნახე, ბაღდადი იყოს და მსმელი ბაღდადიდან მოფინდება. ხო, დაახლოებით ეგ არის ხო გერმანული ვერსია. კი, კარგი იყო, კარგი. ვა, ძალიან დაძაბული თამაში მიდის.
მოიცი რა სიწეთ ის არ გვეუბნება საჯირა. შენ 0. რატო კაცო? რა ხომ გითხე რა სიცებ თუ საჯად გავხედე და 0-ი არ მომეწონა. ბიჭო რა დაერად ის? რა სიწერ თქვა და შენ 0 რანაირი პასუხი? შენ ესე თქვა. შენ 0, ჩვენ 10-ები. არ უთქვია. ვერ ხედავ შენ სათვალე ქუდი რაღაცები არ ჩანს იქ კაცო. გონება დაბინდული. კაცო და რა ვქნა? შენ უნდა გამოგხედოთ არ გვეტყვი? აბა გემაინუნა. არა მე მეგონა ეს იგონა, ამან მოიგონა. რა ინდიკაცია გამატება. კაი 0 რა. ეწყინა. გასახსნელი ნიანგის კბილები, ნიანგის პირით. ვიღაცას აქ ნიანგეს იხლია. მაინც აქედან რომ ვიტყვი მე გავხედოთ რა ჯაფა. პირის პირით ხსნით. ნერჟავეიკის დანა. კი, ქართული სიტყვა ნერჟავეი. ხო, ნერჟავეიკის ნებისმიერი მყარი ნივთი. თუ მინდა დაგიმტკიცებ, მომიტანეთ ნებისმიერ მყარ ნივთზე. ნაგანი. კი, არის ნაგანი. კუზგან. მოწეს რო ესე აწევი, ძირითადად შამპანურზე გამოიყენა, ძგაფან და თავს ააწრობ რა. ეხლა დაველოდოთ იმას. ახლა კი შევ. ნიანგის პირი ნივთი არა, უფრო იქნებოდა. ნიანგის პირი ნივთი აბა. ნებისმიერ მყარი ნივთიც ნივთია. მყარი ნივთი თვითონ წინადადება გაუქმება რომ ნივთია. სფერო ბურთის ფორმის თუ იქნა ვერ გახსნი. მყარი. ვერ გახსნი. მართალი გახსნი? ტყინის ბურთის სფეროთი ვერ გახსნი. თავისუფლად გავხსნი. ესე ჩამოვარყო როგორც შენ ნაგანით. ესე ჩამოვარყამ თავს მოვტეხავ და გადავწრუფო. გავხსნიო, მოვტეხავ არაო. ჩავიწერ ნოს. თქვენ გონიათ ხა ნერვებს დავიხარჯავ. ფშიერი კაცი. არც იყოს. აი, ნოლს ვიწერდი კაცო. არა და ჟავეიკა. wild card-ი რო არ გამოგეყენებინა, ხა ჩაათვლებინე. ნახე, ნაგანჩიკ. ნაგანი. ნაგანი. მე 15 უნდა დავიწერო. მასე გამოწევ. იყოს არ ჩაითვალა, იმიტომ რომ რუსული სიტყვა იყო გამოყენებული. დათოს, იმიტომ რომ ნებისმიერი ნივთი არ გამოდის, იმიტომ რომ სფერო რო იყოს არ გამოვა და გამოვა. გახსნი, გასხნაზე ალაპარაკი. მოტეხვა არა. გავხსნი. და შენ როგორ ხსნი ნაგანი? ბიჭო, მე მინახია კიდევაც რა. იარაღით წკაფხსნი. ჩახმახზე გამოსდებ და კი. ნებისმიერ წიბოზე გახსნი რა. სხვათა შორის ქართულ ენაში ნიანგი უსულოა. ნიანგით ხო და ნიანგის პირი არა, იმიტომ რომ ნივთი არა. ხო, კაი. მიდი, დაგვიანების მიზეზი. ნიკოლას გაჰყვა გასაღები. კარგი ხარ, ნიურნბერგში გაფიცვა. არა, ნიურნბერგის პროცესი. ნიკოზეთის ავტობუსმა დააგვიანა. შეიძლება დაგვიანებს სხვათა შორის. ნამიანი გზა იყო და თხილად მოვდიოდი, მაპატიეთ. გიორგი? ყველას. სად გაძურა? მე კიდე. კაი. ცალიც, ერთიც? კი. მოდი ახლა მე ვიზავ. 40 ქულა. ესენი კი არ დამხია 1 2 3 4. მე კარგად შვები და ვიზავ კიდე არ. მიდი, მიდი კი, კარგად. 40. მე 45. გაგაჩერო? რა? მოძრაობა გააჩერე. მე მოვჭი. ისე. არ უწერია, ორი არ უწერია, რო იცოდე და მე რა მაქვს. დამაცადე ერთი წამი. ერთი წუთი დრო. გავიდა ეგ ერთი წუთი. და არ მაცე. არა, გავიდა. მოაცდიდოთ გე. არ გასულა დათო წერე შენ. რაში დაგეხმარა მითხარი? პირველზე გა, ხო? რომელზე არა გაკ. ზნული ლუდი და ლუდსახსნელი. ლუდსახსნელი არ არსებობს ზოზე, საიდან გეკ. არსებობს. მე მიწერე. ისა საჟიგალკა. გავიდა დრო, ნუ არ აღარ აწერინებთ ამას. გეხოჭები? გავიდა. შო, კარგი. შო. ზედაპირის მქონე ნივთი რაღაცა სიტყვა. დავიწყე პირველი. ზიმბაბვე. რა ზიმბაბვე პირველი არის ყვითელი ბარათის მიზეზი. გარწმუნებული ხოლმე კაი ექსატუალე. ზღარბი ჩაუსვა კისერში.
ზღარბი ჩაუსვა კისერში მსაჯს. გავიგეთ ჟიური კვეთვის. რაც რა მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშესაც რო ჩაუცვა, მაინც მოგცემა ყვითელს ზღარბი. ზოგადად ზღარბით რო გამოხვიდეთ და არავის არ ჩაუსვა, მაინც მოგცემა. ხო. ზედმეტად გამომწვევად გაიხადა მაისური. შენ ზნუდის მიზნები ხარ სულ. შესაძლოა მე ყველაფერი არის მიმული წინებზე. თან არ უნდა გამომწვევ მაისური როგორც უნდა გაიხადო ზედმეტად გამომწვევად. მაინც ყვითელი არა, უკვე ყვითელი რაც არსებობს ის არ შეიძლება, ახალი უნდა იყოს. კი ბატონო, დავიწერ ნულს მე არ გამათო. იმას ვეუბნები. ჩადოქარს. ზურგის უკან ზრახვა. მოყარეს პირში უსრახებ ზურგს უკან. კი, მოწოდება. მიადექი და მოწინააღმდეგოს ზურგში უსრახავ. და ეხა რო არის ის ახალი წესი რამ საჯირო გამოდის და რო აჩერებს გუნდებს და ხმამაღლა რო ამბობს მტერს ზურგში უზრახავ. და ვარზე რომ მიდის მართლა უსრახავ. ნუ სასწავის არა მაქვს პრეტენზია, მაგრამ კარგია. მტერს რო ზურგში უსრახავ მოედანს. 100 წლის წინანდელი თამაში. ხო, მაგრამ წესები ნელა იცვლებ. არა, მე ძალიან პირველ თამაში პირველ იმას ნიანგის პაროდიას დავესესხე და ზებრის პაროდია გავუკეთ ამ საჭს. ო, აი ხა საკამათო ამბავია. ზებრის პაროდია რა, ზოლები დაიხატა? არა, ესე მოტრიალდა და ტრინკებს ისროდა. ტრინკებს თუ ისროდა? საჭისკენ. როგორ გაიგო საჯმარ ზებრა იყო ვირი ცხენი თუ გასაკეთებ რა მომთხრა ზებრის პაროდია. დაველოდო საჭის გადაცადა. ჩანერა და ბაბაძე იწერენ 10 ქულებს. ანუ მე 0 უნდა დავიწერო? კი. ნიანგის პაროდია შეიძლება და ზებრიც არა. გასაგები არა უკვე დამაჯერებელი პაროდია იყო. ქვეყანა ზიმბაბვე ზანზიბარი? სასომხეთი. ზანზიბარი მაქვს. საქართველოს რო თქვი არ გამოდიოდა. ზიმბაბვე არ არის ეგეთ ქვეყანა არ არის მართალი ეხა გამახსენდა პირველ ქალაქობაში ამოუღე იმას ჯაფარას. აბა ფრედი მერკური სად დაიბადა? ზანზიბარში ვიცი. ისა ქალაქი და გუნდო ხო. ანუ მე კიდე 0 დავიწერო? კი, კი. იმანს ზაზომხედიო თუ რაო სასომხეთი. ვაილდკარტი გამოიღე. ეს უაილდკარტი იყო. რამდენი ვაილდკარტი თითოში თითო გაქვს რა. ეგრე მეწყობა. არიყენებ არიყენებ. აქ მე შენი გზით წავედი ამის მერე. ხო. მიდი. გამონათქვამი ხო? ხო. ზევით კაფე არ ნიშნავს რომ ქვემოთ აუცილებლად ლუდიაო. გაიგე? არის, კი, შეგძნე არის. ხო მოგეჩვენა ბრძნულად. დაუფიქრე. ეკერ დაუფიქრე რა გადააკეთა მეთქი. მე მაქვს ესეთი წინა გახსოვს რა იყო? ნუ წერე ხა ბიჭო. რომ ნაღდი ლუდი კაფით რო იცნობა. ეს იყო ნზე. ზზია ზოგი ლუდი კაფით იცნობაო. კარგია. რა თქმა უნდა, ესეთი არა ხო, ზებრა არ მოგეწონა. შენ რა გაქვს? ზედაზენის ლუდი კარგი ლუდიაო. ეს არის სარეკლამო. ხო, მე რა, 0-ს დავიწერ. მაგრამ ვიღაცის თვალში აღლოდე. საფულის ლუდი ორგანიზმის მალამო. ზაფხულის ლუდი ორგანიზმის დილის ვაშლი გულის კი, მანდედანა. რაია ფასიან სიმძნეს მოდი. არ გინდა თქვენ ნამდვილი სლოგანები. ოთხივე? ყველა 0 დავიწერე? ყველას მე ითვლება. მეგონა როლების პრემიაზე გავდიოდი და სად გაუკეჭე? მიდი. გასახსნელის ბიჭო. ზვიგენის კბილი. იმა ხოთხრა რომ კბილი რო იყოს ნიანგის კიდე ხო. აი ხა ნახო ზებრა არ გავიდა და ზვიგენი თუ გავა. ზვიგენის კბილი ესეთია. გოკი ზუსტად აი არა, აი ესეთი არ არის. კაკარას ესეთი არ არის. აი ესეთი ფორმის არის, ნახე, ესეთი ფორმის და ბრტყელი, მაგრამ გახსენ, მაგრამ გახსენ. ზვიგენის კბილით. თუ დიდი კბილია, ზოგ ზვიგენს მაძლევი კბილი მერქი თუ ვერ გახსნა.
ზვიგენის დიდი კბილი შენს დღეთა. ზოგი ბოთლი პატარაა ეგ. გადაწყვეტს და გვეტყვის მსაჯი ყავს ღმერთმა მსაჯი გამოგვიგზავნა რას ვეღირსეთ. ხო, კი. სულ შენზე მუშაობ. ერთი სპორტული კარიერა დაჩაგრული ვიყავი. კონკრეტული მსაჯობა არ იყო. საჯი და ქუდი გამოგიგზა. იკო შენ ზიპო. აუ მეცეკ ჩავწერე საჯი ეს ჩავწერდი ხელაზე იყვერა გვანცამ. მართლა არა მე ჩემით მივედი მაგრამ მართლა მე გვანცა დავიხმარა. სხვათა შორის მე გვანცამ მიგარდა. შენ ზამბარა. არა ზაჟიგალკა გიწერია ნუ იტყვილები არა ზამბარის ვერ გახსნი როგორ ვერ არ გაიხსნება მე ვიცდია და არა როგორ ესე ზგაფან მოკაჩავდა ხსნი. ზგაფანით ნებისმიერ იმითაც გახსნი ზვიგენის კბილი ზგაფან მე არ ვაპროტესტებს ვიგენს. არ ვიცი დგას შენ? ხო. მე ზიპო მაქვს ზაჟიგალკა რო თქვა ზიპო გამახსევა დაბაძის გარდა ვარ. ლაბაზის გარდა ყველას. 0 ეს wild card-მა არ უშვება? ის ხო ქონდა იმაზე უშვება მიდი. დაგვიანებს მიზეზს ზაგენჰაუზენებმა წყალი ჩამოგვიშვა. ფილტვების ამ თემა მქონდა. ზე Wild card. ზვაომა გზა ჩაკეტა. მე მაგ ესეთი მიზეზი ზარმაცი ვარ 100%-ია 15 ქულა უნდა. მართალი ხარ. wild card-ის ვერ გაარდა რა დებილი გაქვს. რატო იქნება ორი კვირით დაიგვიანე? შენ გენაცვალე კეთილ გოლში. ხო არ არის ლაპარაკი რომ 5 წუთი და ორი კვირით დაგვიანე. რო ჩაწოლიყო ეგ უკვე არის არ მიხვედი. არა. რომ მითხეს რომ იქნება 25 რიცხვამდე მოხვიდე და ხო, მივედი. შენის ბიჭი არა. ეხას მოტრზე უნდა მისულიყავი, ვერ მიხვედი 14-ში მიხვედი რატო? მე რომ მიხვალ ჯარიმა მაინც მოგდის შენის ბიჭი არა ხარ ნიანგის პირზე ისტერიკები რომ მომიწვე. მე როგორ გეკატრე? ამას ვეუბნებ. რა ხდება იკოსი აჭო. კაცო არანაირ პრობლემა. აი ეს როგორ გაიცინა ვა? ადამიანს ესე უხაროდეს ვიღაცის. 1 2 3 4 40 ქულა. ვა 15. კიდე გვაქვს არა მორჩა 80. დავამთავრე მე 80. შემოვიდა თუ არა ობიექტური მსაჯობა? 85 მოვიგე მეორეზე გახვედი. რაღაცა სიტყვა. გასვიფუები აგედათვალე ნაგანზე 15 ქულა რატო? მარტო მე მქონდა და იმითო ხო. მოიცა შენ რა თქონდა. თათები მაქვს ყველგანე, რა ვიცი. არა შენ ნოლებს არ იწერდი. ნოლებს ზემოთ მაქვს 2-0 და ქვემოთ არც ერთ 0 არ უნდა დამეწერა. იყო რაღაც შემთხვევაში. არა კაცო მე მოკლედ მე კმაყოფილი ვარ რეზულტატით რანაირად ხარ? თამაშის ხარისხი. მეორე თავიდან იგონა რომ მოიგო მე რო გადახედა და მე მოვიგე არ მოეწონა და ეხლა შენამდენი გაქვს. 85 მეორეზეც ვერ გავიდე, მე 80. მესამეზე გახვედი. არა, მეორე რა მესამე გაი. მნიშვნელობა აქვს? კმაყოფილი ვარ. კარგი არა კი. მეც ყოფილი ვარ ამ შულბაკ მე. იმანთან ისე მოიგო, რომ wild card-ი არ გამოვიყენე. დაარტყი ხელი ჯიგრები ვიცვა. ყველაზე მაგარი ამან გამოიყენა wild card-ი რა არ ჩაეტვალა მეორეზე მე ვარ, wild card-ი არ გამომიყენებია და 80 ავიღე და იმან 2 გამოიყენა და 80. მართალია ანუ მესამეზე გახვედი აუ ეს. მიდი გაუკეთე ზებრის პაროდია ზებრის არა, მე ვარ ისა. აი ესე დაასრულე მიდი რამე სიბრძნით უნდა დაასრულო დათო მე ხა ეს უნდა წავიღო და უნდა ვიმეცადინო. სად დაუშვი შეცდომები. განიხილე, სახამოს განიხილე. დაუშვი შეცდომები. აქ რო ნებისმიერი დაკუთხვილი ნივთი ჩამეწერა. ხო. ნებისმიერი კუთხოვანი ჩავიწერ. კი უკვე გეკნებოდა და მოიგებდი აქ 50 იქნება, ჯამში 90 გამოვიდოდა და ყინულზე. ხული დამამყნობდი ვიღაცას გადავა. სამწვრთნელო შტაბის ბრალია ჩემი თამაში. ამით დღევანდელი ჩვენი განაცემა და შტანბერგერის რუბრიკა დასრულებულია გემშვიდობებით ერთი კვირით ნახვა გაუმარჯოს.